Salvებით მეგობრებო, ძველი რეტრო მანქანა ყავს, მდგომარეობას დაგათვალიერებინებთ. როგორც ხედავთ, თლიანად გატყავებული ყავს უკვე მანქანა, გატყავდა სხვაგან სერვისში, რომელიც აქამდე რაღაც პატარა საქმეებია ჩატარებული იყო, საქმიდან გამომდინარე, რაღაც ვერ ჩაიტიეს დროში და ისევ მოხდა ჩემთან მოკლედ ეს მანქანა. და გასასუფთავებელი გვაქვს, რა თქმა უნდა, კიდე დარჩენილი ზედა ესეთი წვრილმანი რაც არის, აქ კი ნახონა თავისი ნიკელი მოხსენი, იქიდან გამომდინარე, აი ჟანგები აქვს, ამ ჟანგებს ვერ დავტოვებდით. და რაც შეეხება შეგით ეს რეზინები სულ ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ, კიდევ ერთხელ უნდა გადავატაროთ შკურკარვას ჟანგები და ეს კოროზიები რაც აქ უკვე აკიდებული. იმიტომ აქამდე უნდა დაგრუნტული იყო და არა დაგრუნტული, ამ სულ ყველაფერს გავასუფთავებთ. აქ მასალებს რაც შეეხება ყველაფერს ხმარობთ უმაღლეს ხარისხს. ეს არის ებოქსიტური გრუნტია BPG-ს. ამას დავასხავთ ჩვენ მთლიანად და მე უკვე ზემოდან დავიწყებთ დამუშავებას. დაშპაკლას, სადაც რას მოითხოვს, ყველაფერს გაკეთებას, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უნდა გავასუფთავოთ ეს ყველაფერი. აი ეს კარები ესეთ მდგომარეობაშია, როგორც ხედავთ, ამ ძველი ნაკეთებია. ძალიან ადრე როგორც მუშაობდნენ, როგორც შეეძლოთ, რა ხელსაწყოებიც ჰქონდათ იქიდან გამომდინარე. აქ არის ესე ჩაკერებული, როგორც ხედავთ, ჩემო მეგობრებო. და აქ დანარჩენს რაც შეეხება, კაპოტის განაკეთები კაპოტია შუაგული, აქაც. აქეთ მხარესაც ჰქონდა განაკეთებია ესაც. და რაც შეეხება კრიშას ანალოგიურად ძველი ნაკეთობობა ჩანს აქ, იმიტომ როგორც ხედავთ, დაშპაკლული იყო, რო ვასუფთავებდი, როგორც ხედავთ. კრიშაც ესეთ მდგომარეობაშია, ეს სულ ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ, და ეს კოროზიების სიყვითლე რაც აქვს, სულ ყველაფერი უნდა გავასუფთავოთ, დავგრუნტავ და მე უკვე დავიწყებ მუშაობას და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გადავიღებ, განახებ სულ ყველაფერს, ესე სულ უნდა გასუფთავდეს. და მე უკვე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებ ნენელა როგორ მივიწევი და საბოლოო შედეგსაც რა თქმა უნდა ერთად ნახოთ რას მივიღებთ, მაქსიმალურს ჩავდებთ, რომ გამოვიდეს იდეალურზე იდეალური. ნახოთ მოკლედ შეუდგები ხომ მუშაობას და ეტაპობრივად რა თქმა უნდა ყველაფერს როგორც გითხარით გადავიღებ და განახებთ. გადავიდით მეორე ეტაპზე. მოკლედ ვწმინდავთ შიგნიდან. აი ზედაჭერიც ესე გავასუფთავეთ, ნაგავი რაც იყრება, ხამ ყველაფერს ამოვასუფთავებთ. ძველი რეზინები მოხსენეთ, უკვე თავისვა და გასულა ეს ყველაფერი იფშხნება, ესე იყრება. ამებიდანაც სულ გავასუფთავეთ, იმ შიგნიდანაც მოგვიწევს აქ ყველგან თელი კუთხე, თელი პრაიომები გასუფთავება, მისი აქეთა პრაიომებიც რა თქმა უნდა. იმიტომ ყველაფერი უკვე ზედ გამომხმარი, გამომშრალია, ეს კარებიც ანალოგიურად დაწუნებზე მოხსენი, მონახსნელი იდო შიგნით. აი ესენი როგორც ხედავთ კოროზიები რაც აქ სულ ყველაფერი უნდა გასუფთავდეს. აი ეს ჟანგები აქ შიგნითაც რეზინა ეყენა. აი აქ ესენი სულ გასასუფთავებელი გვაქვს. რომ ახლა ამ ეტაპზე ამ სულ ყველაფერს გავასუფთავებთ, აქ მოაწესრიგებთ შიგნით როგორც საჭიროა ანალოგიურადაც. აქაურობას მოაწესრიგებთ, აქაც უკვე გავასუფთავეთ და დარჩა ტვერსასრუტის საქმე, რომ ყველაფერი გავასუფთავოთ. ამ სულ ყველაფერს როგორც გავასუფთავეთ, მე უკვე მივადგებით. ჩვენი საყვარელი დრელით კინის ჩოტკით მაგ პრაიომებს ყველაფერს გავასუფთავებთ. დრელით მოვიტანეთ დადგა. ჩოტკი მაგ ყველაფერს დავაყენებთ, გავასუფთავებთ და თითოეულ დეტალს უკვე ჩავსვათ ებოქსიტური გრუნტში. და დანარჩენს უკვე ჩაჯდება ყველაფერი ებოქსიტური გრუნტში. რა თქმა უნდა, მე განახებთ კიდე ეტაპობრივად გავივლით. რა მდგომარეობა გვექნება. ამებში ეს ყველაფერი სულ გასასუფთავებელი გვაქვს, და მაინც იფშხნება და პესკას ტროიკაზეა გაწმენდილა გასუფთავებული. შიგნით ფაქტურად ძალიან ბევრი ქვიშაა, რომელიც ესე იყრება ზემოდან, აი აქ დარჩენილები, რაც ჩვენ გვიშლის ხელს, აი ტვერზე შეღები რომ პრობლემა არ ქონდეს და ნაგავი ვარ დაეყაროს, მოკლედ. ეს ყველაფერი გავასუფთავეთ, ეს პრაუტკებიც მოხსენით. ეს თავის ძველი ნაგავია, ეს ყველაფერი ახალია ნაყიდი. ამ პრაიომებს გავასუფთავებთ. უკვე დავიწყებ დაგრუნტვას, რა თქმა უნდა, მანამდე დაგრუნტამდე, რა თქმა უნდა, გადავიღებ, განახებთ ამ სულ ყველაფერს და შევდგებით მე შემდეგ ეტაპზე. აქ ჩემო მეგობრებო, გავწმინდეთ კიდევ ერთხელ გავასუფთავეთ სულ ყველაფერი. თავის აი ეს ხრიჭოებიც კი, აი ესენი ყველგან აპარატით. აი ეს სულ გავასუფთავეთ, სადაც შეიძლება და ეს რეზინებიც, ეს ზედაპირებიც სულ ყველაფერი გავასუფთავეთ. აქაც ანალოგიურად აი ესე გვაქვს ეს დასუფთავებული კარებებზე ჯერ არ გადასულ ვართ, მანქანას დავგრუნტავთ, რომ გარეთ არ დაგვიჟანგდეს, ამას გავაგორებთ გარეთ. მე უკვე მივადგებით ამ 4 კარებზე, ამ 4 კარებსაც დავამუშავებთ. ბაგაჟნიკიც აი ესე გასუფთავებული, გაწყრიალებული, ანალოგიურადაც კაპოტი.
კაპოტსაც როგორც ხედავთ, ძველი ნასწორებია, მოკლედ სამუშაო გვაქვს, აი რა. როგორც ხედავთ, აი ესეთი დეფექტები აქვს. რაც შეეხება კრიშასაც, აი მანდისთან შეხედეთ, შეაფასეთ. აქაც როგორც ჩანს, ძველი ნამუშევარია, მოკლედ კრიშაც ეს ყველაფერი ფორმები უნდა დავხოცოთ, გამოვიყვანოთ და მე უკვე დანარჩენზე გადავალთ. გადავიდეთ ახლა ორივე კრილოზე, ორივე კრილოს გარეთ მაქვს გაწყრიალებული. ესე შიგნით ყველაფერი გავასუფთავე. ესე ვიზავ. და აქ ესე გასუფთავებულია ეს კრილოც, ესე მდგომარეობა გვაქვს ჩამოკიდებული. აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. ერაჩა აქაც ბორტები სულ გავასუფთავე, როგორც შეიძლება და მივავდექით აი ესენი. რაც კი კოროზიები ქონდა, სულ ყველაფერი მოხსენით მაქსიმალურად. აქაც აი ესე გავასუფთავეთ, შიგნითაც აი ბატერიები ესენი სულ გავასუფთავეთ, აქაც ანალოგიურად აი აქაც როგორც ხედავთ. ეხლა ყველაფერს გავწმინდავთ ჩვენ და დავგრუნტავთ. მდგომარეობა აქ ამასაც ესეთი მდგომარეობა აქვს საკეთებელი. აქაც ძველი ნაკეთებია, მოკლედ როგორც ხედავთ და დანარჩენი კიდე დეტალებს კიდე გადავიღებთ, განახებთ, როგორც კი დავასრულებ ამას და გავიყვან ამას და დავდებ ამ კარებს დავაფენ მოკლედ. მე უკვე ამ კარებსაც გადავალთ, ამ კარებსაც განახებთ ყველაფერს. მანქანა დაიგრუნდა, გარეთ აყავს, აი ესე შრება. გარეთ აი ესე ნენელა როგორც ხედავთ. აი ესე პატარა ისენი აქ დარჩენი შრება, ეს ქუშინდელი დაგრუნტულია. ბოქსტური გრუნტი რაც ნელად შრება. ეს ყველაფერი გაშრება. მე უკვე დავიწყე დაშფაკლას მანქანის, ეხლა გადავიდეთ, რა თქმა უნდა, ჩამომეგობრებო კარებებზე. კარები დამუშავდა, გასუფთავდა. გავაწვრიალე კარები, ძინო ჟანგები ქონდა აკიდებული კარები, ეს ერთი კარი, მეორე კარი, ესეც მესამე კარი, ესეც მეოთხე კარი. მოკლედ თითო კარებზე გავიაროთ, მალე მოიტყვიან. აქაც გავასუფთავეთ სულ ყველაფერი, აქაც სუბუქად პატარა დაზიანებები აქვს, ესენი სულ ყველაფერი გავასუფთავეთ, აქედანაც გავასუფთავეთ ეს კანტები, ყველაფერი სუფთად დაჭდეს მერე თავის სამაგრებზე. რაც შეეხება ამ კარებს, აი ესეთ მდგომარეობაშია, ძირითადად ნაუმარი კარი ჩანს, ეს უკანა ეტყობა, ეს კარი და წინა კარი ეტყობა. ერთ ადგილას იყო გასმული, რომელიც გააფუჭა წინა კარი და უკანა კარიც და რა თქმა უნდა, კრილოც ზედაყენი ანალოგიურ სიტუაციაში შეკრილოც. ესაც კარები, ეს ფორმები სულ გამოსაყვანი გვაქვს. ესეთი მდგომარეობა აქვს. ამ კარებზეც ყველაფერი გასუფთავებულია, როგორც დანარჩენ კარებებზე. ეხლა ჩვენ ამ ყველაფერს გავწმინდავთ და რა თქმა უნდა დავასხავთ ებოქსტურ გრუნტს დავასხავთ. PPG-ის ბრენდის. და რო გაშრება, რა თქმა უნდა, მე როგორ შეუდგებით, დავიწყებ დაშფაკლას და ფორმების გამოყვანას და მე რა თქმა უნდა ვიზუალსაც გადავიღებ, როცა კარებებზე ჩამოიკიდება და მთლიანი ფორმები დაიხვეწება და ერთად შევამოწმოთ საბოლოო შედეგი რა გამოგვივა. მოკლედ მეგობრებო, კრილოები მოხსენით, შიგნით ესეთი ჟანგები აქვს, როგორც ხედავთ, ესეთი კოროზიები აქვს. გარედან რო გავალამაზო და შიგნიდან დავტოვოთ, ესეც არ გამოვა, როგორც ჩვენ საკუთარი მანქანაც რო იყოს ანალოგიურს არ დავტოვებდით. ამიტომ რა ჟანგი როგორც იცის ყველაფერს ჭამს და აფუჭებს, ეს სულ ყველაფერი უნდა გასუფთავდეს. ახლა მაგის სპეციალური ხსნარი გვაქვს, რომელიც ამ ყველაფერს ჟანგებს მოხსნით და მე რა თქმა უნდა ამ სულ ყველაფერს ჩავსვათ ფეშუმში, რომ ახლა მომავალში აღარ დაჟანგდეს, ესეთი პრობლემები რო აღარ კონდეს, წყალიდან ესწმოთ რომ ვერაფერი აღარ უქნას. ამ სულ ყველაფერს იზოლატორს დავასხავთ, რომ დაიცვას ამ ყველაფერსგან, მეგობრებო. მას დავათვალიეროთ, ესეთი მდგომარეობა აქვს შიგნიდანაც, ეს კოროზიებშია. უნდა გავშნო მტვერშია, გადავიდეთ მეორე მხარეს. აქ იმასთან შედარებით ცოტა უკვე მდგომარეობა აქვს, თლათ ეგეთი შეჭმული არ არის. так, მოკლედ, მივყვებით, გავასუფთავთ ეს სულ ყველაფერი, ამას რო გავასუფთავთ, ნახოთ რა შედეგს მივიღებთ, შიგნიდან რა დონეზე გასუფთავდება ეს სულ ყველაფერი. მოკლედ გაასუფთავა, აი ამ ადგილებში სულ ყველაფერი მოხსნა, აი ესეთი როჟა მიიღო, მოკლედ ეს ტიპია, მე წეპოიანია რაღაცნაირი. კისლოტასავით სუნი აქვს, ხლები გამიშავა სულ, მაგრამ აი წეპოიანია რა, აქ სუნი აქვს, როგორც აკუმულატორის სითხე რო კისლოტა ეგეთი რა. აი ეს სულ შეჭამა სულ ყველაფერი ჟანგები, აი ესეთი მისათქო მიუდგომელი ადგილები რაც იყოს, ხო, აი ესე დაღრინა რო ეტყვიან და ეს გაღინა. აი ის იქაც კი აი ამ ადგილებში ესეთი ფორმა მიიღო რა, ძალიან ძლიერი რაღაცა ყოფილა, ეს სუფორებში რაც იყო, აი ნახე სულ გაასუფთავა შიგნით კი რა. ახლა ამ სულ ყველაფერს გავასუფთავებ შიგნით.
გრუნტს დავასხავ, იზოლატორს დავასხავ და მე დასაბეშიმებელი იქნება რა. შიგნით და მაგასაც მოუვარებ დავაბეშმე. აი ესე გარეთაც გამოვიდა უყურე და მაგრამ ესე ბოქსტური გრუნტი ისეთი ტოპია, ესეთი ძლიერია, რომ აი ვერაფერი ვერ უქნა რა. აი საღებავზე წაუსვი იქეთ ამ ხარეს პატარა და შეჭამა ჩვეულებრივი და აი აქ მოკლედ აი ამ გრუნტს ვერაფერს ვერ უშვება რა. ანუ იმ დონეზე ძლიერი გრუნტია რა ჩვენ ხა კინაზე დავასხით, რომ აი ტოპიდან ტოპია რა, აი ნახე. ვაფშე ვერაფერი ვერ უქნა რა. ანუ ვერ ჭამს ასე რომ ვთქვათ რა. იმ დონეზე რომ რაღაცა შიში იყოს, რაღაცა შეეჭამა ან რაღაცა რა. მოკლედ აი ეს გასუფთავ და შიგნით ახლა მსუ ყველაფერს აი ნაგავს გავასუფთავებ და შიგნით ლამაზად გავასუფთავებ, დავგრუნტავთ და იქნება ეს ორივე კროყო შიგნიდან იქნება მოგვარებული რა და დარჩება უკვე გარედან. გარედანაც დავიწყებ უკვე ნელ-ნელა მუშაობას, თითო კარებს შემოვიდან, დავამუშავებ, გავიტან და მანქანასაც ვიყედავ. Знаю, как звучит правда, когда ствол у виска. Мне нужна эстрада. Чисто на опыте, чисто на фарт. Мы прошли эту карту без всяких карт. И вот мы стоим, тишина, огни. Мы остались одни, не обратно. მეგობრებო, გადავერთვით ჩვენ Mercedes-ზე. აქ აქ დასაშფაკლია აი ამ ადგილას. ჩავარდნელი აქ ეს ძირითადი ადგილები რაც ყო გადადუღებული, ყველაფერი ბოქსით აქ აქვს წასული. ნუ ეს კარები გახსოვთ ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ კარებზე გვაქვს. და უკანა კარებზე გვაქვს. მოკლედ ეს ყველაფერი გვაქვს გამოსაყვანი. ეს უკანა მის საბარგოლი, მოკლედ ნელ-ნელა როგორ დავიწყებ წინ და წინ სვლას, ყველაფერს გადავიღებ ეტაპობრივად და ჩაგიღებთ და განახებთ. მანქანაც გარეთან ყავს და შრება, მანქანამდე ჯერ ამ ყველაფერს დავამზადებ, რომ ეს დამზადება გავგარეთ საწყობში და მე უკვე მივადგებით მანქანას. ნუ მანქანას თანამედროვითი შპაკლება, რა თქმა უნდა, გადავიდეთ მანქანასთან. Так, ეს ჩვენი მანქანაც, აქ არის ჩვენი ლამაზი პეპელა. ძირითადად ესეთი ადგილები მაქვს ესე ბოქსით წასმული, სადაც ფაქტიურად გასწორებულის არ არის. რაც შეეხება კაპოტზე, კაპოტის მდგომარეობა ყველას გახსოვთ, ანუ სუნასწორებია კაპოტით, როგორც კრიშა. და ჩვენი სენსეის დანით თუ დავშპაკლეთ ეს კაპოტი და კრიშასაც ანალოგიური მოუწევს. უბრალოდ ჯერჯერობით ეს მძიმე ადგილები რაც არის, ეს მძიმე ტოჩკები როგორც ხედავთ დაშპაკლული, მხოლოდ ეგ ადგილები მაქვს დამუშავებული და წასმული. ებოქსიტი, აქაც ანალოგიურად ჯერ მძიმე პირი და მე ერთად შეურიე, რომ მეტად სულ უკეთ იყოს უკვე საშკურკი. ძირითადად ძალიან ღრმა ჩავარდნები იყო მაქვს სუფთა ებოქსიტი წასმული, აქ შპაკნარევია, რო ცოტა მარტივად მომყოს შკურკაში. ერთი ეს პრობლემა გვაქვს, ამ პრობლემაზე ჩვენ გავიარეთ, ფაქტიურად ამ კაპოტს წაიღებენ, ამას გაასწორებენ და მე გავაგზელებთ ამ ყველაფერს ეთებას. შიგნით რაც შეეხება გითხარით რა ფერებში იღებება, მაგას ყველაფერს რა თქმა უნდა გადავიღებ და განახთ. მოკლედ აი ესე დაშლილ მდგომარეობაში კი მონსტრია, ძველი ბებერია, მაგრამ სხვათა შორის როის მაგრა გავს ცხვირით. მე მგონი ბევრი მეთანხმებით ალბათ ამ მოდელიდან აკეთებული როის. Так, მეგობრებო, დავამზადეთ როგორც იქნა ეს კარებები, სულ ახალი იდეალური კანტები ქარხნული არ ვიცი საიდან, მაგრამ იშოვეს და გამოიტანეს. მოკლედ ყველაფერი იდეალურად კეთდება მანქანაზე, მაქსიმალურად სუფთა და ხარისხიანად. Так, იმ კარებზე აღარ დავატოლე კანტები, იმიტომ რომ ძირითადად პრობლემატიური კარები ეს იყო, რომელიც ფაქტობრივად ფორმაზე ვაფშე არ ქონდა. მეორე ის, მაგრამ ზედა მხარეს სადაც კანტი დგება, აქ არის იდეალური. Ну, იქაც უკვე იდეალურია და მეორე არის, რა თქმა უნდა, საბარგული, რომელიც აი ესე დაიშბაკლა, ესე დამუშავდა. საბარგულიც უკვე, რა თქმა უნდა, მორჩენილია და დაგვრჩება ეს კრილოები, ეს კრილოები ვიფიქრე ესე, მაგრამ უბრალოდ ძალიან ძნელი სამუშაოა, იმიტომ ესე ქანაობს. სისტორეს ვერ ვიჭერ, მოკლედ და მანქანა უკვე რო შემოვა თვითონ კუზოვზე დავამაგრებ, ზედვე დავამუშავ, დავხვეწა ამ სულ ყველაფერს რა. დანარჩენი რაც შეეხება კარებები ყველგან არის იდეალური. აი ყველაზე პრობლემატიური კარი იყო ეს, აი დავსკოჩე თავის კანტიც მივარგე ზეთ, აი ეს იდეალურად დაჭდა როგორც ხედავთ. ეს ყველაფერიც აი ესე გასწორდა. ნუ შპაკლი არ მკითხოთ, რამდენი შპაკლი წავიდა და ძალიან ბევრი შპაკლი წავიდა ფაქტიურად. სხვანაირად არ გამოვიდოდა, კარი არის შოვება, ისე იყო გასწორებული კი ნახეთ, რომ რავი რა, მაქსიმალურად დავხვეწეთ, მაქსიმალურად გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ გამოსულიყო სწორედ, იდეალურად, იმ დონეზე სწორედ, რომ აი ამ კანთანაც ჩვენ სხვაობა არ მიგვეღოს, რომ აი ეს ფორმებიც არ დაეკარგა ამ ყველაფერს, ანალოგიურადაც აქაც უშინოთ, რომ არ დამჯდარიყო.
ეს ყველაფერი დავხოცეთ ამ კარებზე, ეხლა პატარა ადგილას მოითხოვა კიდე დამატება, ამასაც უკვე დავხოცავთ და უკვე წავა გრუნტი 1, 2, 3, 4, 4 კარი მზათა თავის საბარგულთან ერთად, ჩემო მეგობრებო რა. დანარჩენს კიდე უკვე რო გადავალ მანქანაზე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებ, ფაქტიურად ხშირად მაგიტო ვერ ვიღებ ძალიან ბევრი სამუშაო ვაზეთ და ვერ ვასწრებ თან გადაღება, თან მუშაობა, იმიტომ ხანახან სიტრიანი ვარ, ტელეფონსაც ვერ ვკიდებ ხელს. მთავარია საბოლოო შედეგი და ამ საბოლოო შედეგს ყველას დაგანახებთ, იმიტომ რომ მე თვითონაც მაინტერესებს საბოლოო რა გამოვა ექსკლუზიური მანქანაა. მოკლედ საკოლექციო მანქანაა და აი ეს ყველაფერი ახალი აქვს, კი როგორც ნახეთ, კი რეზინებს, იმიტომ რამდენიმე ახალი მანქანა, ამდენჯერაც ახალი მანქანა მაქვს გაკეთებული 2020-დან ასე ვიტყვის ზევით, არც ერთს ესეთი ცელოფნებში არც კანტი არაფერი არ ქონია, ყოველთვის იყო მეორადი და კიდე ყველაფერი დონეთგება, ვაფშე სულ ყველაფერი რეზინა, ბოლტი გაიკა თავის ქარხნული დგება, სულ ყველაფერი, აბსოლუტურად სულ ყველაფერი რა. ასე რომ უნდა დაიხოცოს ბოლო წერტილამდე. მეგობრებო, ნენილა გავდივართ ფინიზე, სახურავი დაგვრჩა და კაპოტი დაგვრჩა, კრილოებს უკვე ბოლომდე დავამთავრებს, კაპოს დავაყენებთ, ზედრო მარტივად მივუდგეთ, იმიტომ კრილოები რო აღარ ედგება აქ, ფაქტიურად ბევრად მარტივად მივუდგები ამ კაპოტსაც. ნუ რა თქმა უნდა, კრიშასაც. და აქ ეხლა უკვე ფინისზე გავდივართ და აი ესეთი პრობლემის ქვეშ ვართ, მოკლედ დავაყენეს ეს უკანა სანათლები. აქ აი ესე იდეალურად ზის, მაგრამ აი აქ ეს პრობლემა გვაქვს, აი როგორც ხედავთ, ჰაერშია, აი ეს გამოტოვება აქ ძველი დანარტყამი აქვს, მოკლედ და ეტყობა ვერ გაასწორეს, ვერ გასწორდა გამოსაჭიმი აქვს. რაც შეეხება აქეთან მხარეს, აქეთან მხარეს ბევრად უარეს მდგომარეობაშია. აი ესეთი ზაზორი აქვს, მოკლედ ზაზორიც არა, ეგეთი ჭრილები აქვს, აი ეს ჭრილები ბევრად დასახვეწი გვაქვს. ნუ აქედან გამომდინარე, რაც ჩანს, მოკლედ ამ მანქანაზე, აი როგორც ხედავთ, აი ზედა მხარე ესე პლავნად მოდის, ანუ აი ესე მოყვება ამას და ჩდება ამასთან იდეალურად და რაც შეეხება აი ამასთან ახლა რაც მე დავუკვირდი, ანუ აი ესეთი პრობლემა აქვს, ანუ უბრალოდ ჩამოდის და აი ესე იკეტება რა, ხედავთ, აი ესე იკეტება და მე მგონი რომ აი აქედან ჩვენ რაღაცას მოვიპარავთ და ამას დავსვათ, მოკლედ რა რაღაცნაირად დავსვათ. ნახოთ, მოკლედ აი სამუშაო აქვს უკანა სტოპებზე და რა თქმა უნდა გადავიღებ, მე განახებ რა გამოგვიგო ამ უკანა სტოპებზე და რა თქმა უნდა საბოლოო ჯემსაც გადავიღებთ, რომ შევღებავთ ამ სულ ყველაფერს თუ რა გამოგვიგო. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, ეს კრილო დაგვრჩა დასამთავრებელი, იქეთა კრილო მორჩენილი გვაქვს. ნუ 4 კარები მზად გვაქვს თავის საბარგულთან ერთად. აი ესე წვრილმანი საქმეები დაგვრჩა რა, რაც მე აქვს ძალიან დიდი დრო დაზაზორებაში, მონტაჟის სტოპები და რავი, აი ასე შემდეგ რა. მოკლედ მეგობრებო, აი ეს დავამზადეთ. ნუ დაგვრჩა კრიშა და კაპოტი, მერე უკვე დანარჩენს რო გავიტან გარეთ, ანუ წინა ორ ფთას რო გავიტან გარეთ, ბევრად მარტივად მივუდგები კაპოტს და კაპოტს დავამუშავებ. აი ესეთ ეტაპზეა უკვე ეს ყველაფერი, ამას ჩვენ კადროკავს დავგრუნტავთ. ნიკოლოზი და ჩვენი ვალერი ამ ყველაფერს უკვე გადიან ბოლოში ფუთავენ. აი ამ ეტაპზე ვართ. და გრუნტს ვასხავთ, პიპიჯის გრუნტს ვასხავთ. D85-25 ჩამოსული გვაქვს, იმიტომ თვითონ ჭურჭელი და მთლიანი 3 კილოიანი ბანკა ძალიან ძვირი ღის და მოგვიწია ესე ჩამოსხმით ყიდვა, ამაზე ერთი ეტაპი უკვე ესეთი დავასეთ კილონახევარი და ეხლა კიდე გვიწევს კილონახევარის დასხმა წინა უკანა კრილოზე და დანარჩენ დეტალებზე რაც გვაქვს დამუშავებული. მე უკვე დანარჩენზე რომ გადავალ, დანარჩენს უკვე ცალკე ჩამოსხმევინებ და მაგ დანარჩენს დავასხავ. მოკლედ მეგობრებო, დაიგონდა, აღარ გადავიღე დაგონტული პოზიციების, ფარები ისე უკანას დავამაგრეთ, ყველაფერი თავის ადგილას იდეალურად როგორ უნდა იქნეს მაქსიმალურად დავსვით. ყველა ფორმა გამოვიყვანეთ, როგორც ხედავთ, მოკლედ წინაც, ნუ დაგვრჩა რა თქმა უნდა კრიშაზე ეს ალაგ-ალაგ დაშკაკული ბოქსითიც არის ფაქტობრივად ძალიან ჩავარდნები აქვს, სადაც ფაქტობრივად ვერაფერს ვერ უშველი და აი ძველი ნაკეთებები აქვს, როგორც ხედავთ, ანუ ძველი განაკეთებია. კრიშას ალბათ მანამდეც პრობლემა ჰქონდა. და ფაქტიურად კრიშა მაქვს დარჩენილა კაპოტიც ესე მასიურად დაიშპაკლა, ეთყობა მთლიანობაში რაღაც ამ
დაეცა ზედ ან რაღაცა პრობლემა ქონდა. კაპოტიც ანალოგიური დაზიანება აქვს. ინო წინიდან არა აქვს დარტყმული, წინიდან ქონოდა დარტყმული, ეს კაპოტი გადასაგდები იქნებოდა და ესეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა, და რაღაცა დაეცა სავარაუდოდ კრიშაზე და კაპოტზე რა. კაპოტი ესე გადავშპაკლეთ, ეხლა კიდე ძირითადი ტოჩკები, რასაც ხედავთ, ესენიც დამუშავდება და მე უკვე მთლიანად წავა, ყვითელი შპაკლი წავა მთლიანად. ეს ყველაფერი ორ გაგიფუჭდეს, არ დაგვისკდეს ქვემოდან ესეთი შუმაიზოლაცია გავაკარით, ეს ხმის ჩამხჩობი, რომელიც იმას ტემპერატურასაც იცავს, რომ არ გახურდეს, მე რა თქმა უნდა თავის ნოხის დამაგდება ზემოთ, ესე სულ იმას ჩავსვით, როგორც ხედავთ. რაც შეეხება ახლა კრიშას მეორე მხარეს. კრიშაც ესე მდგომარეობაში გვაქვს და ამისთვის კიდე 2 კილოიანი არის გავხსენი. ეს განახებთ, ეს თლიანი ბანკა გავხსელი, ბანკა ეხლა ხანს გავხსენი. რომელიც ანუ თლიანად გავშალო თლიან სახურავზე, იმიტომ რომ თლიანი სახურავი იმდენად დაბრეცილია, რომ ალაგ-ალაგ აქ დაშპაკლა შანსი არა ვერაფერს ვერ უშველის რა, ერთიანად ჩავსავ ყალიბში და ერთიანად მე უკვე დიდი კალოდკით მაქსიმალურად დავხუწავ რომ გავასწორო რა, ანუ კრიში ასეთ მდგომარეობაშია რომ რავი და ესეც შიგნიდან ესენი გქ ამოკრული რა. მოკლედ აი ამ ეტაპზე ვართ. მოკლედ მეგობრებო, აი ეს დავამზადეთ. ვერ მოასწარი ბევრი რამის გადაღება, იმიტომ მუშაობა მიდიოდა მანქანაზე, რა ვიცი. დაუღლელად, იმიტომ ნებისმიერი დეტალი იყო გამოსაცოცხლებელი, რომელიც გავაცოცხლეთ. კაპოტიც კი გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო. შპაკლი, რა თქმა უნდა, წავიდა კი, ბევრი წავიდა შპაკლი, მაგრამ რა თქმა უნდა, შპაკლის გარეშე ფორმებს ვერ გამოვიყვანდით, იმიტომ რომ თვითონ ისეთ მდგომარეობაში იყო ეს მანქანა, რომ რავი, კრიშაზე ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, იქიდან გამომდინარე. ვინც ერკვევა იდეს, აქ რეგელები უნდა ქონდეს, ანუ დამჭერები უნდა ქონდეს კრიშის, ანუ ძველი ნასწორები იყო, მაგიტო არ ქონდა ფეშუმები, მაგიტო დავაკარეთ, რომ კრიშას არ ეთამაშა, რომ მაქსიმალურად წამოსული იყო საქმეში რა, რომ არ დაეწყო თამაში გაშკურკის, როცა თვითონ კრიში რბილია იწყებს თამაში და მე ვეღარ ასწორებ ამ ვერაფერს რა. მოკლედ აი ესეთ მდგომარეობაში ყავს ახლა ანალოგიურად კაპოტზე შიგნიდან დავაკარით, რა თქმა უნდა, ამასაც განახებთ. აი ესე შიგნიდან გავაკარით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მაგარი, ანუ სირბილე რო არ ქონოდა, იმიტომ კაპოტთან ანალოგიური პრობლემა ქონდა. აი ეს ყველაფერი ესე გემრიელად გამოვიყვანეთ, მაგრამ ეს არ იყო ყველაფერი გასაშკურკი, სუფთად იდეალურად და მე უკვე შესაღები რა, ანუ ფაქტიურად არა და გავიდით ბოლოში 20%-ია დარჩენილი გაშკურკვა, ლამაზად გამორეცხვა შიგნიდან გაწმენდა და მე უკვე შეღებვა. ამ ყველაფერს ჩვენ ვაპაუზებთ და ველოდებით ღუმელს, ღუმელი უნდა ჩამოგვივიდეს ზუსტად 25 დღეში, ნუ ერთ თვეში ასე ვთქვათ. აქ გახსოვთ გარეთ რა ამინდია, ეს ამინდი გვაქვს ახლა ჯერჯერობით. აი ესეა. დღეს არის 20 თუ არ ვწდები, ზუსტად რიცხვსაც გეტყვი, დღეს არის 22 იანვარია. და ეს ყველაფერი უნდა დავამთავროთ თებერვლის ალბათ ბოლოში. აი ნახოთ კამერა როგორ ჩამოგვივა, იმიტომ კამერა დასამონტაჟებელი გვექნება და კამერას რო დავამონტაჟებთ. თვითონ წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ რომ დაგვიმონტაჟონ, აქ ვერავინ დაგვიმონტაჟებს, იმიტომ რომ შეკვეთა მივეცით როგორც გითხარით და თვითონ გითხეს რომ ეს ამ შეკვეთაში შემოდის ჩვენი დამონტაჟებაო. ნუ და გადავწყვიტეთ რომ მაშინ მოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ. მოკლედ აი ეს ჩემო მეგობრებო, ამით ვასრულებთ ამ მანქანას და ველოდებით ღუმელს ჩემო მეგობრებო. აი ეს შემდეგი პაციენტი ყავს. ნუ ეს ჯერ გასაკეთებელი ყავს, შემდეგი პაციენტი ყავს ეს და ამაზეც მე უკვე მოგიყვებით რამოდენიმე სიტყვით, როცა გადავალ შემდეგ მანქანას. მეგობრებო, როგორც იქნა, დადგა ჩვენი ძველი მერსოს დროც. მოკლედ, ეხლა შიდა მხარეს შევღებავ, ესე გადავწყვიტე, მაგრამ ბევრი რამე მაქვს შესაღები ამ მანქანაზე, ფაქტიურად საიდან დამეწყო, არ ვიცოდი და გადავწყვიტე ბოლოს კარებებს შიგნიდან ამოვღებავ. მერე უკვე კარებებს და საბარგულს და კრილოებს ერთად შევღებავ და მე კუზაოს ცალკე შევღებავ, ვინმე კუზა ორ ფერში იღებება. ჭერი სხვა ფერია, ქვედა მხარე სხვა ფერია. ეხლა ეს ამ ყველაფერს კიდე ჩვენ დავხვეწავ, დავამუშავებთ, აი ეს ქვედა კარებია, რომელიც ადრინდელი გასწორებულია, როგორც ხედავთ, აი ეს მდგომარეობა აქვს შიგნით. სკობები და ზაკლიკები დრო იყო გასწორებული, ზუსტად ეს ის კარია. დაზიანებული, გაუბედურებული, აი ნახეთ რა საგავს მოკლედ. ხო და
ეს კარების ზედაპირიც უნდა იყოს წესით სწორი და იდეალური, ამ ყველაფერს დავლაკავთ, უფრო კარგად და უფრო კვეთრად მე ერთად ვნახავთ რა როგორი გამოგვიყვება. ეხლა შიდა მხარეს მოკლედ შევღებავ, ამებს შევხვდა რო იქ არ დაგვესვაროს. და მე უკვე ამის გარდა უკვე მანქანაზე ისა პოლი გვაქვს შესააღები და საბარგული, შიგნით და გარეთ ასე ვთქვა და მე უკვე მანქანას შემოვაგდებ და მანქანასაც დავიწყებ მანქანას შეღებვას და მე უკვე გადავშევღებავ ამ დეტალებს რო კარები ჩამოვკიდოზეთ, ფეკრილოც ჩამოვკიდო. მოკლედ გადავწყვიტეთ, მოკლედ ესე ვთქვა, აქედან დავიწყოთ ეს ყველაფერი ამაზე შევღებავთ. შიდა მხარეთ კარებებს გარეთ გამოვიტანთ, შემოვაგდებთ მანქანას. ჯობია რომ მანქანა დავიწყოთ, მანქანას შევღებავთ და მე უკვე მანქანა როგორც გამოვა გარეთ, თითო დეტალი რაც შეიღებება, ყველაფერი ჩამოიკიდება ნელ-ნელა ზედ მანქანაზე, რომ არაფერი არ დაგვიზიანდეს. დადების დროს და ჩამოკიდების დროს და აი ნახოთ მოკლედ მიყვეთ საქმეს. როგორ მოგწონს გერმეტიკები? Так, მეგობრებო, როგორც იქნა დადგა ეს მომენტი ჩვენი ბებერი. შემოვაგორეთ შიგნით. დავამზადეთ. ჭერდღებავთ სხვა ფერში, შიდა სალონით აი ესეთი გამოგვივიდა. ეს ბეშუმები ყველაფერი ავაკარით, აი ეს იდეალურად. გემრიელად დანარჩენი ყო აიწყობა. რა თქმა უნდა, ჭერზეც ანალოგიურად. Так. აი ეს ქვემოთ ბეშუმებიც მივასხით, აქ მე ქავის აღება ვიწავა, ну მოკლედ ესე კრიშას ვღებავთ სხვა ფერში, ქვედა მხარე იქნება სხვა ფერში რა. საბარგულის განვაახლეთ და კარებები შევღებეთ გუშინ, შიგნიდან და მე უკვე ჩამოვკიდებ გარედან. ну ჯერ ამ ეტაპზე ხა შევღებავთ კრიშას და კუზაოს შევღებავთ სავარაუდოდ კაპოტთან ერთად და სავარაუდოდ აი არ ვიცი, ალბათ კრილოებთან ერთად, ნახოთ როგორ წავა. თუ არა და მე კრილოებს და კარებებს ცალკე შევღებავ რა, იმიტომ ერთად ვერ დაეტევა ყველაფერი რა და ჩამოკიდებული კიდე არ ივარგებს, არ გამოვა ისე როგორც უნდა გამოვიდეს. ბევრ ადგილებში ვერ მეისხმევა, ბევრ ადგილებში ვერ დაფარავს და მირჩევნია რომ ისევ აი ესე შევღებოთ და მე დანარჩენი დეტალები უკვე ცალკე შევღებოთ. მოკლედ ესე მეგობრებო, დავიწყებ ახლა ამ ყველაფრის შეფუთვას, დამზადებას. მოკლედ მომზადები ამის შეღებისთვის და დავწხვევთ. და ვნახოთ საბოლოო შედეგი რა გამოვა, მე თუნდაც მაინტერესებს ბევრი შრომა ჩავდეთ ამ მანქანაში, ბევრი წვალება, შპაგზე ზედმეტია ლაპარაკი, რამდენი შპაგლი წავიდა და ნერვები. ну მოკლედ მივცხოთ და გავაკეთოთ. ნახოთ რა გამოვა საბოლოო შედეგიც. ეს როგორც გახსოვს კაპოტით შიგნიდან შიგნიდან შეფუთული მაქვს, აქაც ანალოგიურად აქვს აკროლი, იმიტომ რომ კაპოტზე და საკრიშაზე იყო ნარბენი, ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა და რავი ფაქტიურად კი გახსოვთ ამ მდგომარეობა ჰქონდა, მით უმეტეს ეს სტოპების ადგილები როგორც გავლესე, ამოვაშენი უფრო სწორად და ნახოთ რა საბოლოო შედეგი რა გამოვა. მეგობრებო, შევიდეთ, დავათვალიეროთ. პირველი საათი და რომელი საათი ზუსტად გეტყვით. 2 საათი წუთია ამ წამს მოდში. დასხმას შეღებას დავათვალიეროთ ამდენი წვალების მერე. რა შედეგი მივიღეთ, მოკლედ, რავი, ბომბა რა, იმის მერე რაც ვიწვალეთ, გინდათ საბარგულზე, გინდათ კრიშაზე, რავი, გინდათ გვერდებზე. აი, მოკლედ იდეალური გამოვიდა, მე თვითონ არ ველოდებოდი ესეთ შედეგს, იმიტომ რომ ამ მანქანაზე წავიდა სადღაც 47 კილო შპაგლი წავიდა. 47 კილო წავიდა. კრიშა იყო გადასაგდები, კაპოტიც იყო გადასაგდები. მე მგონი ნახეთ ამ ხილა შპაგლი დაიდო კაპოტზე და კრიშაზეც. აი ამ კარებზე მით უმეტეს რა, ეს კარები ძველი გასწორებული იყო, რომელიც ზაკლევკებით იყო შიგნითაც გაუბედურებული. აი ეს კარებიც აი ესე გამოვიდა. რავი, ამდენი წვალების მერე კარები მოკლედ გახსოვთ შიგნით გაუბედურებული, აღარ გავაგებ, ხეს არ დავადებ. ნუ ესე ვისაო. აქაც აი ეს დავასხით, შიგნითაც აი ეს კარები, აი ხედავთ ხო რას გავს. მაგრამ ამდენი წვალების მერე, ამდენი შრომის მერე
შედეგი მაინც დავდეთ. ეს გამოვიდა იდეალური გადასაგდები კარები, კაპოტზე ზედმეტი ალაპარაკი. კრილოებზე კი გახსოვს რა მდგომარეობა ქონდა კრილოებსაც. და ესე იდეალური გამოვიდა, აი კაპოტიც ერთად დავათვალიეროთ. აი ესე გამოვიდა. ეს კრილოც. აი ეს კარებიც. რაო, მოკლედ მაქსიმუმ მირის გაკეთება შეიძლებოდა მთელი გული და სული ჩავდი ამ მანქანაში. და შედეგსაც ხედავთ. აი ესეთი შედეგი მივიღეთ. იდეალური და რაო, აი. აი კაშაც. აი ესეთი გამოვიდა, მოკლედ ფაქტიურად პოლირება უნდა რამოდენიმე მტვერი აქვს, რამოდენიმე ადგილას, რასაც მაგას ვერაუვალთ. აი კაპოტზე ფაქტიურად აქ სუფთად არის. აი ერთ-ორ ადგილას განახებთ მაგასაც. რამდენად გამოჩნდება, აი ეს ორი მტვერი, ესაც პატარა ესეთი კალუტკებია, კოვაქსის მაგით თავები წაეცლება და მეტი აღარაფერი ხამხელა კაპოტზე კიდე ერთი არის. მხოლოდ და მხოლოდ აი აქ. აი არც ჩანს ნორმალურად, აი ეგაც წაეცლება და მოკლედ მეტი არაფერი რავი, აი ესეთი გამოვიდა. ვინ ელოდებოდა ამ შედეგს თუ მივიღებდით, არ ვიცი. მე პირადად არ ველოდებოდი. ნაციდან გაუწებული ვარ, იმიტომ რომ ფილიდან დავიწყე ამის ღება, ხან როგორ მოიფიქრე კარების ჩამოკიდება, ხან როგორ და მაგრამ ეს ძველი მოდელი რო არის, როგორც ახლებს როა კარები ჩამოიკიდება და არანაირი წვალება აღარ უნდა და გადაეჭირება ამ ძველ მანქანებზე ეგრე არ არის. ანუ კარებს რო ჩამოკიდებ, კიდე დაზაზორება უნდა და გადავწყვიტე ზედოში დაყენებული შეღება, იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო მერე დაყენებული, ანუ გავაფუჭებდით რაღაცეებს რა, იმიტომ რომ მიდება, მოდება აწყობის დროს მაინც ვერაუხვალ ეგეთ რაღაცებს და აი მაქსიმალურად ვარ დაზიანებულიყო, მოკლედ ავაწყე აქვე შიგნით და ისე გავაგზელე შეღება. სხვანაირად ვერ გამოვიდოდა რა. ეს პანელიც გახსოვთ, ამოლესილი პანელი. აი ეს პანელიც ეს სტოპები კი მირგებული მქონდა და ისე თავის ადგილას დადგება როგორც უნდა იდგეს. მოკლედ აი ეს ჩემო მეგობრებო დასრულდა ეს მანქანა. შიგნითაც ბეშუმები ავაკარით. შიგნითაც შემიძლია განახოთ პატარათი, მე თვითონაც ვერ ვითმენ. შიგნითაც აი ესე შევღებეთ სალონი. აი ესე ბეშუმები ავაკარით. მოკლედ და ზედა მხარესაც ანალოგიურად ავაკარით რა. ფაქტიურად აი ესე ჩემო მეგობრებო დასრულდა ეს მანქანა, ამ მანქანას ევაკუატორით წაიყვანენ და იმედია ფრთხილად ააწყობენ რა ვიცი, მოკლედ ჩემი მანქანების კი შემიღებია, მაგრამ ცათ ესე არ მინერვიულია და არ გადაყოლილო რა, ამაზე რატომღაც არ ვიცი რა. მოკლედ აი ეს ჩემო მეგობრებო, ვისაც მოგეწონა დაალაიქეთ, გამოიზრდეთ ჩემი YouTube არხი, რავი მომავალ შეხვედრამდე კიდე ბევრი ყავს ესეთი ძველი მანქანა და აქტიურად დანარჩენსაც მე ნელ-ნელა რომ გავალ ბოლოში და ფინიში ჩაგიყრით, განახებ და როგორ კეთდება, ყველაფერი კეთდება უმაღლეს ხარისხის მასალებით და მაგიტომაც ვიღებთ ესეთ შედეგს რა, როც რა თქმა უნდა წვალებას და შრომას. მოკლედ ეს ჩემო გარეთ გადაღება უკვე სხვა ეფექტი ექნება, მაგრამ გარეთ უკვე თუ რამე ნაკლია გვერ ვნახავ და თუ რამე ნაკლია ყოველთვის კამერაში ჩანს ყველაფერი რა და არის იდეალური.